მოგესალმებით მეგობრებო, გაშლის თემა იქნება რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება დღეის მდგომარეობით პირდაპირ ახლა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მეგობრებო თქვენი აქტიურობისათვის, ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის, პოზიტიური ენერგიებისათვის, რასაც ჩემს არხზე ვატრიალებთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოძღვრის მოტივაციას, რომ განვაგრძო ვიდეოების ჩაწერა თქვენთვის. რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, დამონახე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე. და არაფერი სიმართლეს გარდა. რას გრძნობს? მეგობრებო, ადამიანს უნდა თქვენთან მოწერა და კომუნიკაციის აღდგენა, რაღაც სასიყვარულო წერილის მოწერა, სადაც გამჩნდება გრძნობა და ემოცია, მაგრამ მისი შინაგანი მდგომარეობა, აპათიური მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ ამ წუთას გადმოდგას ეს ნაბიჯი. გრძნობა დამონახე. რაღაცნაირად თქვენი ურთიერთობა შესაძლოა ძალიან ნელა ვითარდება, მაგრამ გრძნობები ნამდვილად აქვს. აი მეტი რა ვთქვა. ათიანების თასი, ანუ ადამიანს აქვს ძალიან თბილი გრძნობები თქვენს მიმართ, პოზიტიური ემოციები თქვენს მიმართ, აგიქვათ როგორც სერიოზულ ქალს, გულისიღრმეში ფიქრობს თქვენთან სერიოზულ ურთიერთობაზე, შესაძლოა ეს ადამიანი იყოს მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ან გავლენა ქონდეს მიწის სტიქიის რუკაზე, ასევე შესაძლებელია უბრალოდ იყოს მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი, რომელსაც ეს მატერიაში, ან მატერიალურ სამყაროში კარგად გამოხატავს თავის თავს. ანუ მისთვის მნიშვნელოვანი ეს მატერიალური სიკეთეები, რასაც სამყაროს თავაზობს და ამ ყველაფერს იღებს და იყენებს კიდეც. თუმცა ამავდროულად კავშირი აქვს ზეციურ სამყაროსთანაც, სულიერ სამყაროსთან. ღირსეული ადამიანი ჩანს, რა ვიცი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რომელსაც აი რა გითხრათ, ასევე ამოვიდა თასები ძალიან ბევრი. წმინდა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, სუფთა ენატრებით, მაგრამ რაღაც ნგრევა მოხდა თქვენ შორის. ეხლა მიმართავს გარკვეულ манипуляციებს, შესაძლოა უნდა რომ თვითონ კი არა თქვენ გადადგეთ პირველი ნაბიჯი, შესაძლოა უნდა რომ დარწმუნდეს რომ მნიშვნელოვანი ადამიანი არის თქვენთვის და ელოდება თქვენგან რაღაც ნაბიჯებს. განიცდის იმას, რომ ახლა ურთიერთობა არ აქვს ის სახე, რაც დასაწყისში, თუმცა თვითონ თავის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, არაფრის გაკეთების არც სურვილი აქვს და აი პირდაპირ სამყარო ეუბნება, რომ ნახე, შეხედე, მე შანსი მაქვს შენთვის, საყვარელი ადამიანის სახით, შეხედე, მაგრამ არც კი იყურება ამ შანსის მხარეს თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისი შინაგანი ფიქრებიდან გამომდინარე, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ის გრძნობს, რომ თქვენ ხართ ძალიან ღირსეული ქალი, რომელთანაც გქონდა რაღაცა ნგრევა, შესაძლოა რაღაც ჩხუბი მოხდა თქვენ შორის, დაპირისპირება, სიტყვიერი, რასაც ძალიან განიცდის ეს ადამიანი. მიაჩნი ხართ, რომ თქვენ ხართ ძლიერი, სტაბილური, თავადაც გიყვართ ძალიან ეს მიწის ენერგიებთან ურთიერთქმედება, მატერიალური სიკეთეები, თუმცა ჰარმონიაში ხართ თქვენც ანალოგიურად სულიერ სამყაროსთან, თulis რომ ხართ თვითმკმარი ადამიანი, ღირსეული ადამიანი, დადებითი პიროვნება, თბილი ემოციები და თბილი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, ძალიან კარგად და დადებითად ახსენდებით, ამოხვედით წყვილში, პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი. ერთ ენერგიებში ხართ, შესაძლოა თქვენს გქონდეთ მიწის სტიქიის გავლენა, ან როგორც ეს ადამიანი არის ესე ვთქვათ, ღია მატერიალური სიკეთეების მიმართ, მატერიის მიმართ,
თქვენს ანალოგიურად რაღაც შესაძლოა თქვენს მოგწონდეთ ეს კომფორტი, მატერიალური სიკეთები, რასაც ეს სამყარო გთავაზებთ და იყენებთ და ახდენთ თქვენი თავის რეალიზებას ამ მატერიალურ სამყაროში, როგორც პიროვნებას. რას გრძნობს კიდე? გაურებულია, უნდა რომ იყოს თქვენი იმპერატორი მამაკაცი, გაასერიოზულოს ურთიერთობა, მისცეს ურთიერთობა სერიოზული სახე, მაგრამ რაღაც შინაგანი მორალი და სამართლიანობა არ აძლევს ნაბიჯის გადმოდგმის საშუალებას, არის გაურებული, ფიქრობს. თუმცა თulis რომ თქვენ ხართ შანსი მისთვის სამყაროსგან. გრძნობები აქვს მეგობრებო ძალიან დიდი. დღეს მიყურებთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩაფიქრებული პიროვნებას აქვს დიდი გრძნობები, აღიქვათ სერიოზულ ადამიანად, უნდა თქვენთან ურთიერთობის გასერიოზულება, მაგრამ ამ წუთას თქვენ შორის მომხდარი განხეთქილებიდან გამომდინარე და მისი აპათიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ დგავს ნაბიჯს. გადმოდგავს თუ არა, უახლოეს ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანი ნაბიჯს დამონახა. მეგობრებო, ძალიან ცუდად არის ეს ადამიანი. ძალიან უყვარხართ, რა გითხრათ, აი ამ მდგომარეობაში არის შეხედეთ. ანუ მე რო გაჩვენებთ ხოლმე არკანს, სადაც ხმლები კედელზე ყიდია და ეს უბრალოდ მისი წარმოდგენებია, რომ ხმლები მას არ ეხება, იმისგან განსხვავებით აქ შეხედეთ 10 ხმალი. 10 ხმალი ზუსტად ხერხემლის არეში, ჩაკრებში არის, ადგილზე არის ჩარჭობილი ღრმად, ძალიან ცუდად არის ემოციურად, ძალიან ცუდად. რაღაც მიჯაჭვულობები შეიძლება ქონდეს, მეგობრებო, ან აზარტული თამაშების მიმართ, ან ალკოჰოლის მიმართ, ან არაჯანსაღი ნივთიერებების მიმართ. შესაძლოა ეკლესიაში სიარულიც უყვარდეს, რელიგიურიც იყოს, სულიერიც იყოს, მაგრამ ხსნა შეიძლება ეძებდეს ეკლესიაში და სულიერებაში, მაგრამ არ ყოფნის საამისო ძალა, მეგობრებო. ამ წუთას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც ქონდეს რამე. კითხვაზე გადმოდგავს თუ არა, არ ჩანს, მეგობრებო. გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს. და როგორ ხედავს ამ ურთიერთობას სამყარო? სამყაროს ნათელი ძალები როგორ ხედავენ ამ ურთიერთობას? არ ვიცი, სუწყულში ამოდიხართ, ის თუ ამოვიდა პენტაკლების მეფე, თქვენ ამოხოდით პენტაკლების დედოფლად, ის ამოვიდა იმპერატორად, იმპერატორის ენერგიებში, ანუ თქვენ იმპერატორ ქალად, რაღაცა საბუდისწერო ურთიერთობა არის, კარმული ურთიერთობა არის, რაღაცისთვის ხდება, სხვათა შორის არა მარტო თქვენთვის, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვისაც არის ეს კარმული, ის ამ ყველაფერს გრძნობს, მეგობრებო. და გრძნობს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ძალა მასზე. მაგრამ თავისი აი ამ შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაღაც მიჯაჭვულობებიდან გამომდინარე, ვერ დგავს თამამ ნაბიჯებს, არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული ეს ადამიანი. საბუდისწერო ურთიერთობაა, მეგობრებო, ეს კარმული ურთიერთობაა, რომელიც მუდმივად წრეზე ტრიალებს,